მოდი დავსვათ ასეთი კითხვა. პატარა ბავშვები ყველას გვინახავს, ზრდასრული ადამიანებიც ყველას გვინახავს და რანაირად ხდება რომ პატარა ბავშვი იქცევა ზრდასრულ ადამიანად. რა თქმა უნდა, ყველა მიჩვეული ვართ ამას, ჩვეულებრივი ამბავია, ყოველთვის ვხედავთ ამას, მაგრამ ამ შემთხვევაში მე უფრო ვლაპარაკობ ატომების და მოლეკულების დონეზე რა ხდება. მოდი მეცნიერულად შევხედოთ ამას, იმიტომ რომ რასაც მიჩვეული ვართ, რეალურად არის მოლეკულურ დონეზე არსებული პროცესების დამსახურება. ამ კუთხით თუ შევხედავთ, მაშინ ლოგიკურად ჟღერს, რომ უფროს ადამიანს, ზრდასრულ ადამიანს, რომლის სხეულიც უფრო დიდია ვიდრე ბავშვის სხეული, უნდა ჰქონდეს უფრო მეტი მოლეკულა. ან უფრო დიდი მოლეკულები, მაგრამ ვიცით რომ უფრო მეტი მოლეკულა აქვს. ანუ რეალურად ბავშვის სხეულში არსებობს მოლეკულები, რომლებიც გარედან შემოსულ მოლეკულებთან ურთიერთქმედებენ და ამ ურთიერთქმედების შედეგად ბავშვი იქცევა ზრდასრულად. და გარედან შემოსული მოლეკულების წყარო არის ჩვენი დიეტა. ოღონდ სიტყვა დიეტაში კი არ გულისხმობს სტანდარტულად რა გაგებითაც გვესმის ხოლმე, რომ მოუკელი ჭამას, გააკონტროლე ასე შემდეგ, ეგ უბრალოდ მიჩვეული ვართ მაგ კონტექსტში ამ სიტყვას. რეალურად სიტყვა დიეტა ნიშნავს კვების რაციონს, ანუ რა არის ის, რასაც რეგულარულად ჭამ. ეს ყველაფერი რომ უკეთ გავიგოთ, მოდი შევადაროთ საკვები ხეს. და ეხლა დაინახოთ რატომ. საქმე ისაა, რომ საკვების მოლეკულებს ვიყენებთ ძირითადად ორი გზით. პირველი გზა არის მოლეკულების როგორც სამშენებლო მასალის გამოყენება. ანუ საკვებიდან მიღებულ მოლეკულებს ორგანიზმი იყენებს იმისთვის, რომ რაღაც სტრუქტურები ააშენოს ან განაახლოს. და მეორენაირად როგორც ვიყენებთ მოლეკულებს არის საწვავის სახით. და რატომ შევადარეთ ხეს? იმიტომ რომ ხესაც ზუსტად აქვს ორივე თვისება, ანუ ვიყენებთ როგორც სამშენებლო მასალას და ასევე ვიყენებთ როგორც საწვავს, მაგალითად შეშად. მაგრამ მოდი რომ გავიგოთ როგორ ხდება და რატომ ხდება ეს ყველაფერი, ვისაუბროთ იმაზე თუ რა არის საკვები მოლეკულურ დონეზე. მოკლედ რომ ვთქვათ, საკვები შედგება სამი ძირითადი მოლეკულური კლასისგან: ცხიმები, შაქრები და ცილები. ეს სახელები ალბათ გეცნობათ და ეს მოლეკულები ძირითადად შედგება რამდენიმე ელემენტისგან. ნაცრისფერი აქ არის ნახშირბადი, თეთრი არის წყალბადი. და უმეტესად სიცოცხლისთვის საჭირო მოლეკულები სწორედ შედგება ნახშირბადისგან და წყალბადისგან. და მომდევნო ორი ყველაზე ხშირი ელემენტი არის ჟანგბადი, რომელიც წითელით არის აღნიშნული, და აზოტი, რომელიც არის ლურჯი. ეს 4 ელემენტი არის ყველაზე დიდი რაოდენობით ადამიანის ორგანიზმში, ანუ პროცენტულად ყველაზე მეტია, და შემდეგ მოდის კალციუმი, ფოსფორი, გოგირდი და ასე შემდეგ. ყველაზე საინტერესო მაინც ის არის, რომ ძირითადად ამ 4 ელემენტი თუ ართ წარმოდგენილი. ანუ იმდენად დიდი პროცენტი უჭირავთ, რომ მეხუთე რომ თქვი კალციუმი, ერთადერთი ეგ არის კიდევ 1%-ზე მეტი და ყველა დანარჩენი არის პროცენტზე ნაკლები. ფერებსაც მარცხნივ და მარჯვნივ თუ დაუკვირდებით, ერთი და იგივეა, ხო? ანუ იგივე ელემენტები არის ჩვენს უჯრედებში. ჩვენი ორგანიზმი ამ მოლეკულებს შლის, გადააქცევს სამშენებლო მასალად და მერე ამ მასალას იყენებს ახალი სტრუქტურების ასაშენებლად. ესაა როგორც ვიზრდებით, ანუ როგორ იზრდება ბავშვი ზრდასრულად. ანუ რეალურად ჩვენ ვართ ის, რასაც ვჭამთ. ახლა მოდი ცოტა სხვა კუთხით შევხედოთ საკითხს, იმიტომ რომ თქვით რომ მეორენაირადაც ვიყენებთ ამ მოლეკულებს და მართლაც ეს მოლეკულები შეგვიძლია გამოვიყენოთ საწვავად. ისევე როგორც შეშა გვაძლევს ენერგიას, მაგალითად სინათლეს და სითბოს, მოლეკულების დაშლაც გამოყოფს ენერგიას. და ეს ენერგია გამოიყენება ისევ იმისთვის, რომ ორგანიზმში გარკვეული პროცესები წარიმართოს, მაგალითად რაღაცები აშენდეს, რაღაცები გადამუშავდეს და ასე შემდეგ. და მეტიც, როცა უჯრედები ერთად მუშაობენ, რაც ყოველთვის ხდება, ამ ენერგიას ვიყენებთ იმ ყველაფრისთვის, რასაც ვაკეთებთ ყოველ დღე. მაგალითად სიარული, ფიქრი, რაღაცის ხელში აღება და ასე შემდეგ. ახლა ცოტა რომ გამოვზუმოთ ამ ყველაფრიდან, რეალურად ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ ადამიანის ორგანიზმზე, არამედ ზოგადად იმაზე თუ როგორ მუშაობს სიცოცხლე, ანუ ნებისმიერი ცოცხალი არსება რეალურად ამ მექანიზმებს იყენებს. ანუ იმას, რომ საკვებიდან მიღებულ მოლეკულას იყენებს როგორც საშენ მასალას და ასევე როგორც საწვავს, ანუ ენერგიის წყაროს. საკუთარ ძაღლს ან კატას რომ აჭმევს საჭმელს, ეგეც ზუსტად იგივე პროცესია. ასე რომ ძალიან ზოგადი პასუხი იმაზე თუ როგორ იზრდება ადამიანი ბავშვიდან ზრდასრულამდე არის ის, რომ იღებს საკვებს და ამ საკვებიდან რაღაც მოლეკულები გამოიყენება ენერგიის სახით, რაღაც მოლეკულები საშენ მასალად. ეს საშენი მასალა უერთდება უკვე არსებულ სტრუქტურებს ორგანიზმში და ბოლოს ბავშვი იზრდება.